წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება. ამ წუთებში ძლიერი საქართველოს ლელოდა პარტია გახარია საქართველოსთვის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. ლელო ძლიერი საქართველოსდან მუხიანის სამაჟორიტარო ოლქში გრიგოლ გეგელია წარდგენილი, სახისის და ავჭალის ოლქში გიორგი რეხვიაშვილი, გლდანის კენტ მიკრორაიონებში კი ჯუბა ლოლაძე, გლდანის ლუწ მიკრორაიონებში კი გახარია საქართველოსდან კობა კობალაძე. ღონისძიებას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. წელი, სადაც დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყე, ეს იყო გლდანი და განსაკუთრებულად მახსოვს თავისი სირთულეებით, გამოწვევებით და საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენით, როგორც დამოუკიდებელი მოქალაქე. მივესალმები გლდანს და გლდანელებს, რომლებიც ოპოზიციურები არიან, ევროპელები არიან ყოველთვის ყველა არჩევნებზე. ჩვენ დავდივართ ყოველდღე კარდაკარ, ხვდებით მოქალაქეებს და ვსაუბრობთ იმ იდეებზე, რომელიც მიგვაჩნია, რომ დღეს თბილისს ჭირდება გადაუდებლად. ეს არის ის სოციალური უსამართლობა, უთანასწორობა, სიღარიბე და გამოწვევები, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს. კიდევ ერთხელ განმეორდები ჩვენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს იდეაზე, რაც არის უფასო კვება საჯარო სკოლებში. დღეს წლების განმავლობაში ჩვენ უკვე ბოლო 10-15 წლის განმავლობაში კვლევები, რომლებიც ქვეყნდება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და ეს არის UNICEF-ი, ყოველ წელს გვეუბნება, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს საჯარო სკოლებში. სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ყოველი მეოთხე ბავშვი. რაც არის საგანგაშო მაჩვენებელი, იმიტომ რომ შიმშილი ახდენს უმძიმეს გავლენას ჩვენს მომავალ თაობაზე. ჩვენ შევძელით და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პროდასავლურმა კოალიციამ წალენჯიხაში დავნერგეთ სკოლაში უფასო კვების მოდელი. ეს უკვე გაკეთებული გვაქვს. ეს არის საპილოტე ფორმა, საპილოტე პროექტი, რომელმაც წალენჯიხაში წარმატებულად იმუშავა. ესტონური მოდელი, რომლის მიხედვითაც თბილისში ყველა საჯარო სკოლაში უფასო კვების პროექტ ჭირდება 100 მილიონი ლარი. რაც თბილისის ბიუჯეტისთვის არის სრულიად შესაძლებელი. მაშინ როცა ჩვენ საუბრობთ თბილისელების რეალურ გამოწვევაზე, შიმშილობაზე ბავშვებში, ეს პრობლემა უნდა იყოს ჩვენი მორალური საკითხი, რომ გადავწყვიტოთ აუცილებლად და შევუწყოთ, მივცეთ შესაძლებლობა ჩვენს მომავალ თაობას განვითარდეს, მიიღოს განათლება და კიდევ ერთხელ მივმართავ პედაგოგებს, მასწავლებლებს, ვინც ამ პრობლემის და გამოწვევის შესახებ ყველაზე კარგად იციან. მე მინდა თქვა და ვისაუბრო მათ შორის ავარიულ სახლებზე, 10,000 ავარიულ სახლზე, რომელიც როცა ვახსენებთ ხოლმე თითქოს სტატისტიკად ჩანს. 10,000 ავარიულ სახლის გაგონებისას არ დაგვამახსოვრდეს მხოლოდ რიცხვები. დაგვამახსოვრდეს ის, რომ ერთი ავარიული სახლი შეიძლება საკუთარ თავში მოიცავდეს 9 სართულიან კორპუსს, 10-ობით ოჯახით და 100-ობით მაცხოვრებლით. რომლებიც როცა მოვინახულეთ ჩვენ მსგავსი კორპუსები, იმდენად მძიმე მდგომარეობა, რომ სიკვდილის ყისიერი საფრთხე არსებობს. ყოველდღიურად სიკვდილის საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ ადამიანები და ამ დროს ყურადღება გაფანტულია. ხელისუფლება არ ზრუნავს საზოგადოების რეალურ საჭიროებებზე. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ვემსახუროთ საზოგადოების ინტერესებს. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ავსახოთ საზოგადოება და დავაბრუნოთ რეალურ პოლიტიკაში. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ივანიშვილი დავამარცხოთ დედაქალაქში, თბილისში, რომელიც არის მთავარი ევროპული ქალაქი ამიერკავკასიაში. უნდა დავაბრუნოთ ჩვენი დედაქალაქი და ის, რაც ამ ქალაქს ამშვენებს. სოლიდარობა, სამართლიანობა და ურთიერთ მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. დარწმუნებით უნდა ვთქვათ, რომ თბილისს ეს ყოველთვის ახასიათებდა, მაგრამ დღეს რას ვხედავთ? ვხედავთ ჩაგვრას, უსამართლობას, დასახიჩრებას, კორპუსებთან ჩასაფრებას, ქალების წინააღმდეგ ძალადობას, ძალოვანი უწყების, კაცების, პარტიული მუშაკების მხრიდან ქართული ოცნებისა. ამ ყველაფრის გამოსავალი არის ცვლილებაში. დამარცხებაში იმ ძალადობის და ქართული ოცნების, რომელიც დღეს წამლავს მთელს ქვეყანას. ამიტომ მე მადლიერი ვარ თქვენი ამ ბრძოლისთვის, მადლიერი ვარ იმ წინააღმდეგობისთვის, რომელსაც ჩვენ ერთად ახლა ვაწარმოებთ დედაქალაქში და თბილისი აუცილებლად დაიბრუნებს საკუთარ სტატუსს. ამიერკავკასიის ყველაზე თავისუფალი და ევროპული დედაქალაქი. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თანამებრძოლი, უფროსი მეგობარი, რომელიც თბილისს ძალიან კარგად იცნობს
უჭრის გონებაც, ენაც და მუშტიც. ალეკო ელისაშვილი. მარჯვენა სენაცვალება ხალხი. წარმატებით. გამარჯობა. საღამოშტობის მოგესალმებით. კაი გამარჯობა. დღეს ჩვენი გუნდის ასევე მოწინავე მებრძოლებს ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს წარმოგიდგენთ, მაგრამ მანამდე სულ ვამბობ ამას. ვიცით რა, რეალობაშიც ვართ, რა ყოფაშიც ვართ. და რაც მომწონს ყოველ ჯერზე იმას ვამბობ, არა და მე თვითონმა გავლილი ის გზა, რომ მართლა მეგონა, რომ შეურაცხყოფაზე თუ ათამაგი შეურაცხყოფით დაუბრუნებდი, ეს იყო კარგი პოლიტიკოსობა. ერთს რომ გეტყოდნენ, ართი უნდა დაგებრუნებინა, ერთს თუ მომიქნევდნენ, ათი უნდა მომიქნე. მართლა მეგონა ასე. ამიტომ სიტყვა არავისთვის შემერჩინა და ასე მეგონა ვემსახურებოდი ქვეყანას. და რატომ ვამბობ ამას? სინამდვილეში ეს არ არის ძალიან ცუდი პოლიტიკოსობა. არანაირი პოლიტიკოსობა და ქვეყნის სამსახური სინამდვილეში ეს არის, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ერთი ნათქვამი, დიდხანს მიუღებლობა მქონდა, მაგრამ ახლა მაქვს სრული მიუღებლობა, რომ პოლიტიკა არის კომპრომისების, ანუ დათმობის ხელოვნება და ამ დათმობაში იგულისხმება, რომ შენს ამბიცია ყველას ქართველებს ესეთი ხასიათი გვაქვს, ხო, ძალიან ინდივიდუალისტები ვარ და ყველას გონია, რომ აი ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, ხო, აი ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება და მე-11 მცნება თუ არა, შეიძლება ის 10-ვე მცნება ხელახლა გადავწეროთ ისეთი პრეტენზიები აქვს. სინამდვილეში ყველაზე მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახლა აი ამ ურთიერთძიზღის, ურთიერთბრძოლის ქიშპის ხანობაში და პერიოდში ოპოზიციაში განსაკუთრებით ეს ამტკივნეული სანახავია, ჩვენ შევძელით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ყველას ერთმანეთი ყავს პოლიტიკაში დალაძღული აბსოლუტურად. მაგრამ ეს არ არის ბიჭობა, ეს არ არის როგორც თქვი ქვეყნის სამსახური. მნიშვნელოვანი არის ის, რომ განსაცდელის დროს განსაკუთრებით ქართველებმა შევძლოთ ჩვენი ეგოიზმის, ჩვენი ინდივიდუალიზმის მოთოკვა, ჩვენი ამბიციების, ჩვენს წყენებზე მაღლა დადგომა, რაც ასევე არ არის მარტივი ამბავი და საერთო ფერხულში ჩადგომა, საერთო ბრძოლაში ჩადგომა. მიხვდით ალბათ, რომ გულისხმობ იმას, რომ ერთის მხრივ ჩვენ დღეს არ მოგიდგენთ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს ჩვენი კოალიციიდან, იმიტომ რომ ლელო ძლიერი საქართველოს შედგება რამდენიმე პარტიისგან, ერთ-ერთ პარტიას მე წარმოადგენ, პარტია მოქალაქეებს, ჩვენ ვისწავლეთ, მე აბსოლუტურად მწამს, რომ როდესაც აი ამ მოღალატეებს გაუშვებთ, მომდევნო მმართველობა იქნება აუცილებლად კოალიციური. კოალიციურ მმართველობას ყველამ თუ თავისკენ გაკაჩა, ასე არაფერი არ გამოვა, ხო? შეწყობილად ჭირდება მოქმედება, ამ შეწყობილ მოქმედება ზუსტად ჩვენი ამბიციების უკან დაწევა ჭირდება და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ კოალიციაში მეცადინეობთ, სწავლობთ, როგორ დავწიოთ ჩვენი ეგოიზმი უკან, ყამათობთ ძალიან ცხარეთს, მაგრამ საერთო მიზნისკენ ერთად მივდივართ და ახლა უკვე ვსწავლობთ ძალიან მჭიდრო და ძალიან საინტერესო კოორდინაცია გვაქვს ერთმანეთთან გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდთან, პარტია გახარია საქართველოსთან. დალანძღული ყავს ერთმანეთი, იცოცხლე ამოაბრუნეს არქივიდან, რაც კი შეიძლებოდა და დაფერთხეს და გამოაქვეყნეს, მაგრამ არა უშავს. კი ბატონო, ჩვენი წარსულიდან მოვდივართ, თავარია რომ დასკვნების სწორი გამოვიტანოთ და თავარია რომ ახლა ჩვენ ეს ერთობა შევინარჩუნოთ. მე მინდა მივესალმო პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს გიორგი შარაშიძეს, არაჩვეულებრივ ადამიანს და მასთან ერთად და შემდეგ ირაკლი შემოგვიერთდება ისევ მასთან ერთად საღამოშტობის გიორგი. გამომარჯოს. მასთან ერთად წარმოგიდგენთ იმ ფალავნებს, იმ ყოჩებს, იმ მებრძოლებს, რომლებიც კონკრეტულ აქაც გლდანშიც, ზახეშიც, მუხიანშიც იქნებიან ჩვენი წარმომადგენელი, ჩვენი წინა ხაზის მებრძოლები. მოგესალმები ალეკო, მივესალმები გლდანს, პირველ რიგში გლდანელებს. დიდი სიყვარულით მე მოვდიოდი ერთ რამეზე ფიქრობდი ალეკო, რომ არსებობს ესეთი ტერმინი გარეუბანი, ხო? და ნუ ახლა გარეუბანი შეიძლება ტერიტორიული მდებარეობის გამო სწორი ტერმინი იყოს, მაგრამ მინდა ჩვენ ეს ტერმინი გავაქროთ. თბილისის ასე ვთქვათ, მართლობის მენეჯმენტის ლექსიკონიდან, იმიტომ რომ დღეს თუ რამე ჭირდება, თბილისს ჭირდება თანაბარი განვითარება. და გლდანს ისევე როგორც ყველა სხვა უბანს, ყველაფერი საუკეთესო უნდა კონდეს. და ამისთვის გჭირდება ჩვენ ახალი მენეჯმენტი, ახალი მერი, ახალი პროფესიონალი, პატიოსანი ხალხი დაკომპლექტებული საკრებულო. და კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა მეგობრებო, ეხლა თბილისელებს არ ესწავლებათ სიტყვის მნიშვნელობა. აი სიტყვის კაციაო რო იტყოდნენ, ყველაფერი გასაგები იყო ამით.
და რა ვიცი ხა პარადოქსია რომ ხა ეს არც არის ჩემი შეფასება, უბრალოდ ფაქტები მეტყველებს ამაზე, რომ თბილისს უკვე 8 წელია ყავს მერი და რო კითხო კიდევ ერთი ვადით აპირებს მერობას, კაცი რომელმაც არაერთხელ თქვა სიტყვა და არაერთხელ დაარღვია თავის სიტყვა. აღარ მინდა გავიხსენო დაწყებული იმით რომ ხან იპოდრომის ცენტრალურ პარკს პირდებოდა თბილისელებს, ხან თბილისიდან რუსთავისკენ მეტროს გაყვანას, მიწისზედა მეტროს გაყვანას, ხან რას და დღეს ისიც იკადრა რომ დღევანდელი თბილისის მთავრობის ხდომაზე რომ ჩვენი პარტია გახარია საქართველოსთვის საარჩევნო პროგრამა, რომლითაც ჩვენ ჯერ კიდევ 2021 წლის არჩევნებში ის ყო პირდაპირ ჩართვა ლელოს წინა საარჩევნო ღონისძიებიდან ლელომ და პარტიამ გახარია საქართველოსთვის კლდანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.